რა გაკვეთილი მასწავლა 35 წლის სიარულმა ამ დედამიწაზე. ყველაზე დიდი და საინტერესო გაკვეთილი ჩემს ცხოვრებაში არის ის, რომ ადამიანებს არ ჭირდებათ ჩემი დახმარება. ისინი თვითონ მიხედავენ თავის საქმეს, მშვენივრად გაუმკლავდებიან თავის ცხოვრებას. შეიძლება რაღაცა შეცდომები დაუშვან, რესურსი დაკარგონ, ენერგია, მე უფრო მოკლე გზას ვხედავ და მაგრამ დამიჯერეთ, ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს თავისი ცხოვრება და თავისი გზა იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მას მისი გამოცდილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ქონდეს და ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ თავს. სხვა შემთხვევაში ეს არის დათური სამსახური სხვისთვის და ჩვენ უბრალოდ ტყუილად ვხარჯავთ იმ რესურსს, რომელიც ჩვენგან არც არავის მოუთხოვია და არც არავის გვალვადებულებს. ჩემი ეს გამოღვიძება იწყება მას შემდეგ, რაც დამემართა კოვიდი მაშინ ახალი დაწყებული იყო და ზუსტად არ ვიცოდით, რამდენად საფრთხის შემცველი იყო. მე წინააღმდეგი ვიყავი ვაქცინის გაკეთების და ეგრეთ წოდებული ანტივაქსერების შეიძლება ჯგუფში ან კომუნაში ვიყავი. ჩემი არჩევანი იყო, რომ არ გამეკეთებინა, ამიტომ უფრო მეტად ვფრთხილობდი ჯანმრთელობას, ვუფრთხილდებოდი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ დამემართა კოვიდი და აქ საინტერესო ის კი არ არის, რომ კოვიდი დამემართა, ამით არავისგან განსაკუთრებული არ ვარ. არამედ ის თუ რატომ დამემართა. და ამ ვიდეოში 10-12 წუთში ჩავატევ 3 ისტორიას, რომელიც მიუთითებდა და მიუთითებს და მასწავლის იმას, რომ მე ვეხმარებოდი ადამიანებს, კომპანიებს, მაშინ როცა ეს ჩემი ვალდებულება არ იყო, არავინ არ მთხოვდა, უბრალოდ მე მინდოდა დამატებით დამემტკიცებინა, რომ საჭირო ვარ, მაგარი ვარ, ღირებული ვარ, იმიტომ რომ ჩემსავით ამას ვერავინ ვერ მოაგვარებს და მინდა რომ გაგიზიაროთ ასევე წიგნი, რომელიც ამ ყველაფერს არქმევს სახელს, მე წავიკითხე, ახლა მეორეჯერ ვკითხულობ. ანუ ეს არის ჩემი ივლისის რეკომენდირებული წიგნი და ვიდეოს ბოლოში იქნება. პირველი ისტორია ეხება ჩემს კორპორატიულ კარიერას და როგორ ვამტკიცებდი იქ ჩემს საჭიროებას. მეორე ისტორია ეხება ჩემს პანამაში ემიგრაციაში გადასვლას და იქ, ესე ვთქვათ, საქართველოსთან დისტანცირებას და მესამე ისტორია ეხება მე და ჩემი ქმრის ურთიერთობას და რა მასწავლა ამ ურთიერთობა. პირველ ისტორიას რომ მივუბრუნდა, აი ესეთი კოვიდია, მაგრამ დაემთხვა, რომ ძალიან დიდ ოფისს ხსნიდი საქართველოში კანადურ-ამერიკული სათამაშო ბიზნესის კომპანიისთვის და გახსნის, ესე ვთქვათ, ცერემონია იყო იანვარში და ჩამოვიდა 17 ადამიანი, ჩემი უცხოელი კოლეგები, კანადა, ამერიკა, მალტა, ეს ვინცად ცხოვრობდა და მქონდა ღონისძიება პირბადებით დისტანცირებული მაგიდასთან, რა მნიშვნელობა აქვს, მოკლედ 17-ვე ადამიანს დაუდგინდა კოვიდი. მე არ დამიდგინდა იმ მომენტისთვის კოვიდი, მაგრამ იმიტომ რომ ვიყავი ელენეთ ავგანწირული და მეგონა რომ მარტო მე შემეძლო ამ ყველაფრის მოგვარება, დაალაგება, ისე რომ თან მათ კარგი საკვები ქონოდათ, მაშინ სასტუმროებზე რაღაც არ ვიცი შეზღუდვა იყო თუ კონკრეტული დღეები უნდა გაეტარებინათ, მოკლედ საჭირო იყო Airbnb-ის სახლები, ვიპოვა 17 სახლი, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ერთად ვერ მოვათავსებდით, მივლინებაში იყვნენ. უზრუნველყოფას უკეთებდი კვებას და ყველაზე აი ესეთი იმისთვის რომ სხვას დავხმარებოდი შოკის მომგვრელი რაც იყო, მე აუცრელი, რომელმაც ზუსტად არ ვიცოდი კოვიდის საფრთხეების შესახებ, არავინ არ ვიცოდით, ზოგს ეგონა რომ ეს დასასრულია, ზოგს საერთოდ არ აინტერესებდა, მე რაღაც შუაში ვიყავი. ავდექი და ამ ადამიანების ტრანსპორტირება, ტაქსი და მძღოლი, რა თქმა უნდა, როგორ გავრისკავდი ან მდგომარეობაში ჩავაყენებდი, მე თვითონ ვუზრუნველყავი ჩემი მანქანით. ანუ
მაინც მექნება ალბათ, იმიტომ რომ ამ ღონისძიებაზე ერთად ვიყავით დამოკიდებულებით, თუმცა PCR ტესტი გავიკეთე და არ მქონდა. დავარიგე ეს 17 ადამიანი Airbnb-ებში და დამემართა COVID-ი. მე არ ავიღე, რა თქმა უნდა, შვებულება, ბიულეტენი სახლში გავატარე, მაგრამ თან მუშაობდი და აი მაქედან უკვე დაიწყო ფიქრი, რომ შენ ამ სამსახურში აგიყვანეს თავიდან იურიდიულ კონსულტანტად. მე მუშაობდი საოპერაციო მენეჯერად. ანუ ყავდა უზარმაზარი HR დეპარტამენტი, ოფისის ადმინისტრატორი, ვის მოვალეობებშიც პირდაპირ შედიოდა ეს ყველაფერი და იმიტომ რომ მე ჩავთვალე ჩემზე კარგად ვერ გააკეთებდნენ, ჩემზე კარგ შაბეჭდილებას საქართველოს სერვისებზე და პროდუქტებზე ვერ დატოვებდნენ და იმიტომ რომ დამოკიცებინა ჩემი საჭიროება, მოკლედ გავაკეთე ასეთი რაღაც. ანუ ნება არ მივეცი ადამიანებს, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ, მოეგვარებინათ ეს საკითხი. და თან ვამაყობდი, რომ აი რა მაგარი ვარ, ჩემი მთავარი ფუნქცია და ესე ვთქვათ, ძლიერი მხარე და ნიჭი არის ის, რომ დუერი ვარ, ანუ ყველაფერს თავის დროზე ძალიან ხარისხიანად გავაკეთებ, მევალება თუ არ მევალება. მეორე შემთხვევა ეხება უკვე ჩემს პანამაში გადასვლას, პანამაშიც სამსახურიდან გადავედით მე და ჩემი ქმარი წავედით 3 წლით და იქ 9 საათით უკან ვიყავი, სულ ზაფხული იყო, 12,000 კილომეტრი მაშორებდა საქართველოს, აქედან გამომდინარე ბუნებრივად გაჩნდა დისტანცია ჩემსა და მეგობრებს შორის, ჩემსა და ოჯახის წევრებს, ახლობლებს შორის და ყველა წვრილმანზე შეიძლება ჩემთვის არ ეკითხათ რჩევა, არ ჩავეყენებინე საქმის კურსში, რომ იმის მამიდაშვილის, ბიძაშვილის ვიღაცას რაღაცა მოუვიდა, იქ წამოდი, აქ წამოდი, ანუ მომეხსნა ეს და ძალიან დიდი დრო გამითავისუფლდა და ძალიან მომწონდა ეს მდგომარეობა. თუმცა მე მოხდა ესეთი რაღაც, რომ ჩემ უახლოეს ოჯახის წევრს დაუდგინდა სიმსივნის დიაგნოზი, რომელიც გავიგე მას შემდეგ, რაც ყველა პრობლემა გამოწვევა მოგვარდა და ესე ვთქვათ, უკვე იყო კარგად. ანუ ოპერაციის დღეს ჩამაყენეს საქმის კურსში, როცა მეტნაკლებად უკვე არაფერი აღარ იყო საშიში, ვერ ჩამოვიდოდი, იმიტომ რომ ოპერაციის დღე იყო და თავიდან თან ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ამ ადამიანს ჩემგან ჭირდებოდა უფრო ემოციური მხარდაჭერა და ესეც მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად ჩემი დახმარების ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი იყო ზუსტად ემოციური მხარდაჭერა, ვიდრე მაგალითად მაინც და მაინც ფინანსური ან რაღაცა ფიზიკური და ნუ გამიკვირდა თავიდან რომ არ მითხრეს მეწყინა, მე ნუ აი რაღაცა შერეული ემოციები მქონდა, რა თქმა უნდა ნერვიულობდი, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ძალიან გამიფრთხილდნენ, იმიტომ რომ ესე შორს ვიყავი, ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი მალე ჩასვლას ვერანაირად და ჩემი ოჯახის წევრები გამიფრთხილდნენ და ყველაფერი გააკეთეს ჩემ გარეშე. რა თქმა უნდა, აქ რო ყოფილიყავი, ვერთვებოდი და ჩემ ესე ვთქვათ როლს ვითამაშებდი, მაგრამ რადგან მე აქ არ ვიყავი, მათ ბუნებრივად გადაინაწილეს ჩემი როლებიც თავის როლშიც იდეალურად შევიდნენ და რა თქმა უნდა ეს ამბავი კარგად დასრულდა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მივხვდი რომ ხანდახან რა კარგია, როცა ადამიანები გიფრთხილდებიან. ეგ იყო ძალიან დიდი გაკვეთილი ჩემი და პლუს გაკვეთილი იმის, რომ ჩემ გარეშეც, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა ერთმანეთის გვერდში დგომით ძალიან კარგად გაართვეს ამ უდიდეს გამოწვევას თავი. მაგრამ მე და ჩემი მეუღლე, ქმარი გუგა, პანამაში ერთად ვცხოვრობდით და რა თქმა უნდა ამ ჩემი საჭიროების დამტკიცებას და დახმარებას მასთანაც ვცდილობდით. თან ჩვენ, ანუ მაშინ ახალი იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, ურთიერთობა და
ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ აი ყველაფერში დავხმარებოდი და აი ჯერ იდეა არ ქონდა ნათქვამი მე უკვე აბა როგორ შევასრულოთ და ან რაღაცა პრობლემა ფიქრი და მე უკვე გადაწყვეტის გზას ვეუბნებოდი და ვიწყებდი შესრულებას და რეალურად რამდენ ეგეთ ნაბიჯსაც გადავდგამდი მისკენ ის დგამდა უკან და მე ამაზე ვბრაზობდი რომ ეხლა თავის ბიზნესიც მე უნდა ჩავერთო როგორი ვიდეო გადაიღონ ან საიტი როგორ გააკეთონ და მე მივხვდი რომ ეს დამოკიდებულება მე შევქმენი ჩემი ამ ხასიათით რომ მე დაგეხმარები იმისთვის რომ ის გამეხადა ჩემზე დამოკიდებული ხო რომ მე საჭირო ვარ ჩემი თავისთვის დამამტკიცებინა და აქ ყველაზე რთული სხვისთვის უფლების მიცემაში რომ იცხოვრონ თავისი ცხოვრება და შეცდომები დაუშვან ან თუნდაც რაღაც თავის გემოვნებით გააკეთონ ან არა იდეალურად არის იმაში ანუ რთული აღიარება რომ იმათ შენ გარეშე შეუძლიათ რა თავის ცხოვრებას მიხედავენ და მან რეალურად ქართველი ქალი მოდი ქართველი რადგან ვარ ქართველზე ვისაუბრობ ეძებს მტკიცებულებას რომ ის საჭიროა ნუ თუ გინდა აღიარეთ თუ გინდა არ აღიარეთ და ჩემ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ესე იყო და იმიტომ რომ მე დავიწყე სწავლა, იმიტომ რომ მე ვბრაზობდი რომ მაგალითად ისე არ გაკეთდებოდა როგორც მე ვურჩევდი და ბევრი იმიტომის გამო უკან დავიწყე ნაბიჯების გადადგმა. დისტანცირდი აბსოლუტურად მისი საქმისგან. საერთო საქმეც რაც ჰქონდა რესტორანი ლიკვიდაცია გავუკეთეთ. საქართველოში მოვდიოდით და დისტანციურად ვეღარ შევინარჩუნებდით და აი ყოველ დღე შემიძლია ვთქვა, შანდახან დღეში რამდენიმეჯერ ჩემი უკან გადადგმული ნაბიჯი მის მიმართ დათური სამსახურის და დახმარების რამდენად იწვევდა მის მიერ წინ ნაბიჯების გადადგმას თავისი ცხოვრებისთვის, თავისი არჩევნისთვის, თავისი შეცდომებისთვის და გამოცდილებისთვის და ეხლა თუ არ მეპატიჟებიან აზრის გამოსახატავად რჩევისთვის სულ რომ ხედავდა რომ ეს ესე უფრო მარტივად გამოვა, უფრო იაფი დაჯდება, უფრო კარგი მომწოდებელი შეიძლება იყოს, ხო, ვინც საიტს აკეთებს, მე არ ვერევი და ყველა გადარჩა, ყველა იდეალურად აკეთებს თავის საქმეს, არიან ბედნიერები, რეალიზებულები, მეც მაქვს უამრავი ენერგია საკუთარი თავისთვის, აღარ ვარ არავიზე დაბოღმილი და გაბრაზებული, მე რომ ჩემი რესურსი ისე ან ასე გამოიყენეს და მოკლედ დავისვენე. ეს არის რაღაც აი 3 წლის რეზიუმე, უამრავი შესამა მაქვს დაშვებული, რა თქმა უნდა, ამ დათური სამსახურებით და რაღაცნაირად უბრალოდ ჰაილაითებია, თორე ამას არც ერთი 15 და 20 წუთი არ ეყოფა. მელ რობინსის პოდკასტის მაყურებელი ვარ და ნუ მელ რობინსმა ძალიან აქტიურად დაიწყო თავისი წიგნის Let Them Theory, ანუ ნება მიეცი მათ, რომელიც ქართულადაც ნათარგმნია ბიბლიაში შემხვდა. ნუ ამ წიგნის პრომოუშენი და მეთქი ახლა ისედაც ხო გავიგე ეს ყველაფერი და აღარ მინდა ამაზე წიგნი და გამეორება ცოდნის და იმიტომ რომ საკუთარ მეცხოვრება მასწავლა, მაგრამ მე რომ ნახე რომ ქართულად იყო, ვიფიქრე რომ მაინც შეიძლება ვიღაცაები კი არა და ბევრი ქართველი ხალი, რაზეც მეტყველებს ემიგრაციის სტატისტიკა ქართველი ქალების ამ ცხოვრებით ისევ ცხოვრობს, ნებას არ აძლევს თავის ქმარ, შვილს, ბიძაშვილს და ასე შემდეგ, რომ იცხოვრონ თავის ცხოვრება, უგზავნის იქიდან ფულს ეხმარება და აბლაგვებს ამ კაცებს, ახანდახან ქალებსაც. მოდი წაიკითხე, რას დაკარგავ და თუ კარგი წიგნი იქნება, გააზიარე. მართლა ძალიან კარგი წიგნია. მეორეჯერ ვკითხულობ, იმიტომ რომ პირველად წავიკითხე იმისთვის რომ მერჩია, წაგეკითხათ თუ არა და მეორედ იმიტომ რომ ივლისის რეკომენდირებული წიგნია, ანუ ამ თვეში წასაკითხი წიგნია და ვიფიქრე რომ ვინც შემომიერთდება, წავიკითხოთ ერთად. ნუ ერთად დისტანციურად, მაგრამ ენერგეტიკულად ერთად და ერთად ავამაღლოთ ქართველი ქალის ცნობიერება. ამით ზოგადად ქართული საზოგადოების
ცნობიერება, გაფართოება, მეტი ფული, კარგი სახლი, კარგი სამსახური, შენ ქვეყანაში თუ სხვაგან ცხოვრება, ბედნიერი ქალობა შეუძლებელია ჩვენ თუ ნებას არ მივცემთ, უფლებას არ მივცემთ სხვა ადამიანებს თავის ცხოვრება იცხოვრონ და მუდმივად ჩვენ ვიქნებით მათი გმირები და გადამჩენელები. და ძალიან ხშირად უკითხავად და თავზე მოხვევით საკუთარი ენერგიის და რესურსის. ვიდეოს ბოლოში ესეთ კითხვას დაგისვამთ, არ არის საჭირო კომენტარებში პასუხი, თუმცა თუ დაწერთ ეგეც საინტერესოა. არის თუ არა, აი თქვენ ცხოვრებაში ახლა ისეთი სიტუაცია, სადაც არ უთხოვიათ თქვენთვის დახმარება, ან უთხოვიათ და გაკვირით და თქვენ ბოლომდე გადაეშვით თავით. და თქვენი აზრით რატომ? აი რატომ გაქვთ ესეთი მძაფრი სურვილი დახმარების? და მეორე კითხვა-რჩევასავით იქნება, ხომ არ არის დრო და ხომ არ შეგიძლიათ რომ ამ სიტუაციას უფლება მიცეთ თვითონ გაუმკლავდეს ის ადამიანი, ვისი დახმარებას გსურთ და ტვირთი, რომელიც თქვენი სატარებელი არ არის, მოიხსნათ თქვენი ლამაზი ხრებიდან. მადლობა, შეიძლება მოსალმება დამოვიწყდა, მაგრამ ელენე ვარ, თუ ბოლომდე ნახეთ ეს ეპიზოდი, მოიწონეთ, გაუზიარეთ მეგობრებს და მხარი დაუჭირეთ Reverse Mondays, ანუ ჩემ YouTube არხს. დროებით.